კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებელი არასამთავრობოების და კრიტიკული მედია ორგანიზაციების გასაუქმებლად. გრანტის მისაღებად მალე რეჟიმის თანხმობა იქნება საჭირო. ქართულ ოცნებას კანონში რეპრესიული ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომდევნო კვირაში მიიღებენ. ეს რეჟიმის პასუხია დასავლეთის გეგმაზე, რომ ოცნების ავტორიტარიზმის საპასუხოდ ქვეყანაში კრიტიკული ხმების მხარდაჭერა გააძლიეროს. დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობოები და მედიები პროექტებს უმეტესად სწორედ უცხოეთიდან მიღებული გრანტებით ახორციელებენ. სოფო ვარდიაშვილმა მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახ, ლუკა, მთელი კომპლექტი აქვს ქართულ ოცნებას უკვე მოფიქრებული კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, ასეთია მაგალითად მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ძირითადად კრიტიკულ პოზიციას გამოხატავენ, ამიტომ მთელი წყება კანონებით ამოიღო ისინი მიზანში ოცნების ხელისუფლებამ. რუსული კანონის, ამერიკულად შემოსაღებული ფარას, მედიის კანონის, ასევე საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების შეზღუდვის შესახებ ცვლილებების და ოპოზიციური პარტიების გაუქმების მუქარის შემდეგ, ახლა ოცნება იღებს ახალ რეპრესიულ კანონს გრანტების შესახებ. ამ კანონით ორგანიზაციებს უცხოური გრანტების მიღება აეკრძალებათ, თუმცა აქ არის ერთი პირობა, გრანტების მიღება სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლება მხოლოდ მთავრობის თანხმობით. რაც ნიშნავს, რომ გრანტის გამცემა ოცნების მთავრობის უფლებამოსილ ორგანოსთან უნდა შეათანხმოს ეს საკითხი და მიიღოს თანხმობა ამ გრანტის გასაცემად. ამ სიაში კი შესაძლოა მოხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო თუ კვლევით საქმიანობასაც ახორციელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ძირითადად უცხოური გრანტებით საქმიანობენ, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ოცნება თავგამოდებით ცდილობს ყველანაირად გააუქმოს განსხვავებული და კრიტიკული ხმები. სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, ან თუ იარსებებს, ეს უნდა იყოს მოთვინიერებული საზოგადოება და ამ დაინტერესებული კანონითაც რაც იქნება შესაძლებელი არის ის, რომ თუ ვინმეს უკვე აქვს რაღაცა მიმდინარე გრანტი, ან გრანტი თუ არა სერვის კონტრაქტი და ასე შემდეგ, მათი კონტროლი შესაძლებელი არის ფარას კანონმდებლობით, ხოლო თუ ვინმეს ახალი გრანტის აღება უნდა, დასჭირდებათ ქართულ ოცნებასთან მაამებულური პოლიტიკის გატარება, იმისთვის რომ ამ გრანტის აღების ნებართვა საერთოდ მიიღონ. ეს არის მოთვინიერების ძალიან კლასიკური ხაზი, რომელსაც ქართული ოცნება მიყვება. აქვს მიზნა დასახული, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, რაღაცა ვოჩდოგური საქმიანობის, კორუფციის საკითხებზე, მათ შეწყვიტონ ფუნქციონირება, ან გაჩუმდნენ საერთოდ და აღარ მიაწოდონ მოსახლეობას ისეთი ინფორმაციები, როგორც უნდაც იყოს ეს რძის სკანდალთან დაკავშირებით. ქართული ოცნება ძალაუფლებისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პირობებში მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სივრცეების, პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას და განადგურებას. ის ერთი მეორეზე მიყოლებით იღებს ახალ კანონებს იმისთვის, რომ ჩვენი ავტონომიურობა და ფუნქციონირება შეზღუდოს. გრანტის შესახებ კანონში გატარებული ცვლილება პრაქტიკულად შინაარსობრივ კონტროლს გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე, რაც გულისხმობს გრანტის მიღებამდე თანხმობის მოპოვებას მთავრობისგან, რაც პრაქტიკულად ეს არის ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევა და პირდაპირი გავლენა და კონტროლი დღის წესრიგზე. კრიტიკული მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია, ადასტურებს ამ კანონების რაოდენობა, რასაც ასეთი დაჩქარებული წესით ერთმანეთის მიყოლებით იღებს მას. შემდეგ განსაკუთრებით, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს რუსული კანონის შესაბამისად აგენტების რეესტრში დარეგისტრირებაზე, ეს რეპრესიები ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გააძლიერა. რაც შეეხება არგუმენტებს, ამ არგუმენტებზე საუბრისას ქართული ოცნება ვერ სცდება შეთქმულებას თეორიებს და ჰიპოთეტურ ტერმინებს, როგორიც ახლა უკვე ყველაზე კარგად ცნობილი ქვეყანაში, მაგალითად Deep State-ია. Deep State აქვს თავისი ინტერესები, Deep State ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს. მოახერხეთ ამ სცენარის თავიდან არიდება, მეორე ფრონტის თავიდან არიდება და ამის გამო არის გაგულისებული Deep State და ამაში და შესაბამის ქმედებებში იყენებენ ევროპულ ბიუროკრატიას. გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების სასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დასაბრუნებლად.
რაც შეეხება იმას, ვინ იქნება უფლებამოსილი პირი თუ ორგანო, ვინც გააკონტროლებს, რამდენად კანონიერად შემოდის ეს გრანტები სხვადასხვა ორგანიზაციისთვის ქვეყანაში. ასეთ ორგანოდ დასახელდა ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს და რაჟდენ კუპრაშვილმა განსაკუთრებული ნდობა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან, როგორც ჩანს, უკვე დაიმსახურა არჩევნებამდე, როდესაც მან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკური სუბიექტის სტატუსი მიენიჭა, რითაც მათ ფაქტობრივად არჩევნებზე დაკვირვებას უკრძალავდა. ამ კანონს რაჟდენ კუპრაშვილს სხვადასხვა უფლებამოსილება ექნება ამ კანონის შესაბამისად, მას შეუძლია დააყათაღოს კიდეც გარკვეული ორგანიზაციების ანგარიშები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ კანონს დაჩქარებული წესით იღებს ქართული ოცნება და სავარაუდოდ იმ კვირაში ეს კანონი უკვე მიღებული იქნება.